საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ გადაცემა დიალოგს. უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას შენიშვნებს უკან უბრუნებს. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი იცვლება კანონპროექტი. უმაღლესმა საბჭომ მიიღო, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი შენიშვნებით თურთ უკან დააბრუნა. ამ საკანონმდებლო ცვლილებით მხოლოდ უსკო შემადგენლობა შეიცვლება და არა შედეგი. არასამთავრობო სექტორის ეს პოზიცია გაიზიარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც, რომელიც აღნიშნავს. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს უკვე არასაარჩევნო პერიოდშიც ექნება უფლება მიიღონ აქტიური მონაწილეობა უსკოს დაკომპლექტებაში, რაც პოლიტიკურ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას მეტი პოლიტიკური ზეგავლენა განახორციელონ საარჩევნო ადმინისტრაციაზე. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ კანონპროექტზე შენიშვნები წარმოდგენილია ხარვეზით. უმაღლესი საბჭოს არგუმენტებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედია ვასაძე გაგვეცნობს, ხოლო არასამთავრობო სექტორის პოზიციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ირინა ურუშაძე. საღამომშვიდობისა გაბატონებოთ, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. საუბრებთ სხდომა უმაღლეს საბჭოში ვნახოთ ლანა წაწამიეს სიუჟეტში. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მთავარ საკითხად მთავრობის მიერ უსკოს დაკომპლექტების შესახებ შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტი განიხილებოდა. სესიაზე 12 მომხრე 8 წინააღმდეგით გადაწყდა, რომ კანონპროექტი შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. კანონპროექტი, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, არ იყოს შესაბამისობაში შენიშვნებთან. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და უკან დავაბრუნეთ პროექტი, დაუდგინეთ ხარვეზი და უკან დავადგინეთ პროექტი, რათა კანონპროექტი მოყვანილი იქნას შენიშვნებთან შესაბამისობაში. კანონს ნაჩქარევად მიღებულსა და დასაზუსტებელს უწოდებს თავად კანონპროექტის ინიციატორი. უმცირესობის წარმომადგენლება კეჭისყაში მონაწილეობა არ მიიღეს და განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება არასწორია. მე ვერ გავიგე და იურისტებისაც ამბობენ, რომ კაზუსი ამასთან დაკავშირებით არსებული კანონპროექტი, რომელიც შემოგიბრუნა შენიშვნებით უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარემ, იგივეა, რაც არსებობს დღეს კანონი, რომლის ცვლილებასაც ვაპირებდი. ასე რომ მე მაინტერესებს განმარტება მთავრობის, რომ რამდენად ეს არის კანონიერი. ეს იყო შეცდომა, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ფაქტიურად მეორედ უკვე იგივე კანონთან დაკავშირებით მთავრობაში გაიგზავნა შენიშვნები და გამოვიდა ესეთი ერთგვარი უხერხული სიტუაცია, როცა შენიშვნებზე გაკეთდა შენიშვნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემთხვევას უპრეცედენტოდ და კანონდარღვევად აფასებენ. ისინი აცხადებენ, რომ უმრავლესობის არგუმენტები საკმარისი არ იყო. აჭარის მთავრობამ კანონპროექტის სახით გამოუგზავნა მოქმედი კანონი, რომელიც ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნების შესახებ კანონს. ამდენად დღეს მოხდა ნონსენსი, იმიტომ რომ მსგავს რამეს საერთოდ კანონმდებლობა არ იცნობს, პრაქტიკა არ არსებობს იმის, რომ მთავრობის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები უკან შენიშვნებით დაუბრუნოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ. სესიაზე გადაწყდა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ცვლილებები, რომლებიც ტყის სარგებლობის, ხე-ტყის გამოყენების, მშენებლობის შესახებ ნებართვების გაცემას ითვალისწინებს. გარემოს დაცვის სამმართველოს ვაძლევთ უფლებას ლიცენზიების გაცემის შესახებ. ეს ლიცენზიები განეკუთვნება წიაღისეულს, რომელიც არის საშენი მასალები, მიწისქვეშა წყლები, განეკუთვნება ტყის სარგებლობის ლიცენზიები, მშენებლობის უფლებაზე გაცემის ლიცენზიები. ანუ ამის ყველას ვაკეთებთ, იმიტომ რომ უფლებამოსილები გავიზარდოთ და ადგილზე საკითხი, რომელიც შეგვიძლია გასულ ადგილზე არ შევეკითხოთ ცენტრალურ ხელისუფლებას. შენიშვნებით გაჯერებული კანონპროექტი მთავრობას ხვალ დაუბრუნდება. დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე სულ 9 საკითხი განიხილებოდა. თუ გსურთ დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 69 25 ან მოგწერეთ SMS შეტყობინება ნომერზე 25 55. და გაბატონო მედია, თქვენ მინდა კითხოთ თავდაპირველად თქვენი კომისიის დასკვნა მთავრდება ესეთი ფრაზით, რომ სამართლებრივი ნონსენსია ის, რომ უმაღლესმა საბჭომ მის მიერ ერთხელ უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო ნორმა ხელახლა მიიღოს. კანონპროექტი წარმოდგენილი არის ხარვეზით. როგორ არის, რა არის ამის არგუმენტი? მოგახსენებთ. ну, საზოგადოებისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც დადგენილი წესის ამებრ გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად. მოხდა ისე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გარკვეული შენიშვნებით
არ მოაწერა ხელი უპირველეს ყოვლისა კანონ პროექტს დადგენილ ვადაში და იგი დაუბრუნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გარკვეული შენიშვნებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ბიურომ განიხილა აღნიშნული საკითხი და დაავალა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მოემზადებინა გარკვეული მოსაზრებები. ეს არ გახლავთ დასკვნა. ეს იყო გარკვეული მოსაზრება. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ შენიშვნებზე, ზოგადად წარმოდგენილ პროექტზე, თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პროექტზე და მივიდა იმ დასკვნამდე, არსებით განხილვაში, შენიშვნების არსებით განხილვაში არ შესულა. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები გარკვეულწილად ჩამოვაყალიბეთ და აღნიშნეთ, რომ არ იყო დაცული ფორმალური მხარე. რაში გამოიხატება ეს ფორმალური მხარის დაუცველობა? ანუ არსებობდა კანონ პროექტი, არსებობდა შენიშვნები და კანონ პროექტი არ იყო შესაბამისობაში შენიშვნებთან. ანუ რას ნიშნავს ეს? თუ კი მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები, ნეგატიური მოსაზრებები, გარკვეული კანონ პროექტის, გარკვეული მუხლების მიმართ, კანონ პროექტში მინიშნებული იყო ამავე დროს, მინიშნებული კი არა აღნიშნული იყო ამავდროულად ის მუხლები, რომელზედაც ზოგადად შენიშვნა არ გამოუთქვამს. ანუ შენიშვნებში არ იყო ეს მუხლები მოხსენიებული. გამომდინარე აღნიშნულიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შეუსაბამობა აუცილებლად უნდა გამოსწორებულიყო. ამიტომ საკითხი გავიტანეთ ბიუროზე, ბიურომ იმსჯელა და მიზანშეწონილად ჩათვალა იმდენად, რამდენადაც თავად რეგლამენტი და ზოგადად მომქმედი კანონმდებლობა კონკრეტულად არ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევებს, პრაქტიკაში არ არსებობს ესეთი პრეცედენტი, მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ საკითხი განხილულიყო, გატანილიყო უმაღლეს საბჭოს რიგარეშე პლენარულ სხდომაზე და მიღებულიყო შესაბამისი დადგენილება და ეს დადგენილება დღეს იქნა მიღებული. გასაგებია, გმადლობთ კალბატონო ირინე. არ იყო დაცული ფორმალური მხარე უკავშირდება კალბატონი მედია. თქვენც ესე ფიქრობთ, მთავრობის შენიშვნებში არ იყო დაცული ფორმალური მხარე? არა, ნამდვილად არ ვფიქრობთ ესე. ჩვენ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. იყო საჯარო დისკუსიაც, იყო შესაძლებლობა რომ დაგვეფიქსირებინა მოსაზრებები და დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრებები და მოვითხოვეთ გარკვეული ვადა ამას საქართველოს პარლამენტის დაეთანხმა, იმიტომ რომ მიმდინარეობს ზოგადად საარჩევნო რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში უნდა იყოს მოცული მათ შორის აჭარის არჩევნების შესახებ კანონიც, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი შემოვიღოთ, რომელიც მისაღები იქნება რეგიონისთვისაც და რამდენჯერმე კანონის შეცვლა არასდროს არ არის რეკომენდირებული. კანონპროექტის განხილვა ჩვენი ინფორმაციით თავდაპირველად შეჩერდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც გაგრძელებულა და დაჩქარებული წესით მიიღო უმაღლესმა საბჭომ. ისე რომ ჩვენთან მეტი კონსულტაცია არ გამართულა, მიუხედავად იმისა, რომ მზაობა ჩვენ გამოვთქვით, რომ თუ უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს რეფორმა, ჩვენ მზად ვართ დამოუკიდებელ პროცესში რეგიონის მასშტაბით ჩავერთოთ ამ განხილვებში და ეს დაფიქსირდა კიდეც პირველ საჯარო დისკუსიაზე. მიუხედავად ამისა, ეს არ მომხდარა. და დადებითად უნდა შეფასდეს მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება შეხვედრო და ჩვენგან მოესმინა. სექტორის პოზიცია სრულად გაიზიარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. სრულად არ იყო რაღაც საკითხები, რომელსაც არ დაეთანხმა, კი, პრინციპული საკითხებში სექტორის გაუწია ანგარიში, ეს გამოჩნდა. არ ვიცი, შეგვიძლია ესეც ჩავთვალოთ, მაგრამ მე მგონი მან გაიაზრა კანონის პუნქტები, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ შენიშვნების წერილობით მივაწოდეთ, ის მან მზაობა გამოთქვა შეხვედროდა და ჩვენზე პირადად განვიხილა თითოეული პუნქტი, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც იყო პრობლემატური, რატომ არ მოგწონდა. რომ ეს არ იყო დაუშვათ ჩვენი კაპრიზი, არამედ ჩვენ საფუძვლები გქონდა და არგუმენტაცია გქონდა, მან მოისმინა და კარგადაც გაიაზრა ეს საკითხები და ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის უბრალოდ არასამთავრობო სექტორის ნებასურველზე დაყოლა, არამედ მისი გააზრებული გადაწყვეტილებაც იყო. მაგრამ არ იყო დაცული ფორმალური მხარე. არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ რაზეც საუბრობს უმაღლესი საბჭო, რომ კანონპროექტის სახით უნდა ყოფილიყო, კანონპროექტი მიაწოდა უმაღლეს საბჭოს მთავრობამ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეტო ეხებოდა მთელს კანონპროექტს. ის არ ეთანხმებოდა კანონის შეცვლას ზოგადად. ანუ ვეტო შეიძლება იყოს კონკრეტულად რომელიღაც მუხლზე და ასევე მთელს კანონზე. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ ეხებოდა მთელს კანონს, იმიტომ რომ დანარჩენი ცვლილებები რაც შედიოდა, მიბმული იყო ამ საკითხებზე. ასევე იქ იყო პუნქტები, რომლებიც უბრალოდ იმეორებდა არსებულ რედაქციას. ანუ ფაქტობრივად მან თითქმის მთელ კანონპროექტს გაუწია ოპონირება, ასე ვთქვათ, და თითქმის მთელ კანონპროექტს დაადო ვეტო, შესაბამისად
ახალ კანონპროექტს შეიტანდა ასეც პირველი მუხლი ამოღებული იქნას პროექტიდან, მეორე მუხლი ამოღებული იქნას მეორე პუნქტი ამოღებული იქნას პროექტი და ასე შემდეგ. ანუ მასწავლებლად თქვა საბჭოს დღევანდელი მოქმედება, რომ თქვა მან ხარვეზი დაადგინა, ეს იყო უსამართლო სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება, თუ ეს არ არის ზოგადად ჯანსაღი პროცესი. უსამართლობა ცოტა სხვა კონტექსტია, სამართლებრივ ჩარჩოში ნამდვილად ქონდა უმაღლეს საბჭოს. მე ვერ ხედავ ამის უფლებას ვერანაირი კანონიდან. ანუ ნებისმიერი სახის კანონი ითვალისწინებს ასეთ რამ ვეტოს შემთხვევაში თვალისწინებს ასეთ რამეს. უნდა კენჭი უყაროს შენიშვნებს და მიიღოს შენიშვნები უმაღლესმა საბჭომ, ან უნდა გადააღოს. ანუ დაძლიო ვეტო და მიიღო არსებული რედაქციით. მაყურებელი გოლდება, მოგესალმებით და გისმენთ. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ქედაშუა ხელხულოში მასობრივად გაყალბანა ნაციონალურ მოძრაობამის არჩევნები და ამას არავითარი გონევრული ეჭვი არ ჭირდება და თუ რამე გამოძიება თუ ხდება მაგ მხრიდან ახალი მთავრობის მიერ იგი თუ რამე კომისია ჩამოაყალიბეს და რადგან ბოლო-ბოლოდ გავარკვიოთ რა არის რა მოხდა მაგ ან თქვენ საუბრობთ უსკოს წევრების პასუხისმგებლობის საკითხს ესაუბრობთ ხო ესე იგი პასუხისმგებლობა ერთხელ არის რომ გაყალბება მოხდა იქ 1000 გვარი ისინი სამართლოში შეიტანეს საბუთები და ხომ და ვიღაცა მაგას პასუხი გასაგებია დიდი მადლობა. გავიგეთ. დიახ, მოკლედ. დიახ, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, აი მოქალაქის შეკითხვა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება, შეკვეთა იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან დასაქმებული მთელ რიგ სტრუქტურაში და მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში, როგორიც არის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომ ამ კომისიის საქმიანობას, რომლის ავტორიტეტი არის სრულიად დისკრედიტირებული, მაგრამ მიზანი ის უნდა იყოს უსკოს წევრების შემადგენლობაში ისწავლოს და განვადოთ სურათი არ შეიცვალოს. არა, ასე არ არის. ეხლა ჩვენ საყვედურობს არასამთავრობო ორგანიზაცია დაჩქარებულ წესზე. მე ვფიქრობ, რომ საკმარისი მსჯელობა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ არასამთავრობო სექტორს და ამის ისეთი მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ უმაღლეს საბჭოში შემოღებული იქნა სპეციალური დღე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისა. ეხლა იქ ლაპარაკია, რომ მონოლოგის რეჟიმში მიდისო, ბატონო, გადავიყვანოთ დიალოგის რეჟიმში. თუ კი გექნებათ შეკითხვა, შესაბამისად იქნება პასუხები და ასე შემდეგ. გამომდინარე აღნიშნულიდან არ იზიარებს უმაღლეს საბჭოს უმაღლესობა, ჩანს რომ არის პატივისცემა და ანგარიშგასაწევი ძალა არის არასამთავრობო სექტორი. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს შესაბამისი წარმოდგენილი ახლა კონკრეტული მოსაზრებები, თუნდაც იმ არასამთავრობოების მხრივ გამოთქმული, რომელიც დღეს გაკეთდა მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხარვეზის უფლება არ ჰქონდა უმაღლეს მოგახსენებთ, ჯერ მინდა მაყურებელს უპასუხო და უთხრა, რომ აი მოთხოვნა იმისა, ის შეკვეთა არსებობს, რომ რაც შეიძლება განვიტვითრთოთ იმ ადამიანებისაგან, იმ ხელმძღვანელი პირებისაგან, რომლებიც პრაქტიკულად რომელსაც აი გონივრული ეჭვი, ესე ვთქვათ, ეხლა არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საზოგადოებრივი პოზიციიდან არჩევნების გაყალბებაში. ეს ძალიან გამოძიება და დაწყებულია ეს გამოძიება. სამწუხაროდ ეს ჩვენ შეფასება მივეცით ამ ბოლო დროს, ყველა მასალა გამოვიკვლიეთ, მოვიძიეთ, სხვათა შორის ხელი შეგვიწყო ამაში თავად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ დავინახეთ ყველა ამ შეკრებილ მასალაში სისხლის სამართლის, конкретული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩვენ ეს მასალები სამართლებრივი შეფასებისთვის გადაუგზავნეთ აჭარის ავტონომიურ. ეხლა რაც შეეხება ხარვეზის დადგენის უფლებას. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, არსად არ წერია ის, რომ ხარვეზის დადგენის უფლება არ გქონდა. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ხარვეზი არ დაგვიდგენია. მე ხელთამაკ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღეს მიღებული პროექტი დადგენილება, სადაც ხაზგასმით წერია, ძალიან ცალსახად და სრულიად გამოკვეთილად, რომ უმაღლეს ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2013 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარმოუდგინოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2013 წლის 29 იანვარს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2013 წლის 12 თებერვალს წარმოდგენილი შენიშვნების შესაბამისი კანონ პროექტი. კარგი, გამდენილი პასუხს მაყურებელი გოლდება და შემდეგ განვაგრძობთ. მაყურებელი და შემდეგ. მოგესალმებით და გისმენთ.
ბატონო მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ სტუმრებთ. თქვენ თემასთან დაკავშირებით ეხლა მინდოდა მეთქვა რომ უბრალოდ ნებისმიერ იურისტ რო კითხოთ და საერთოდ ეს არის კანონმდებლობის ანაბანის არცოდნა მე ვფიქრობ, იმიტომ რომ როდესაც ვეტოთი უბრუნდება უმაღლეს საბჭოს კანონი, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტის ვეტოთი უბრუნდება პარლამენტს, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს არანაირი უფლება არ აქვს და არც პარლამენტს არანაირი უფლება აქვს შენიშვნებზე შენიშვნებით დაუბრუნოს წარდგენილი კანონპროექტი. რასთან გვაქვს საქმე თქვენი შეფასებით რა ხდება? ჩვენი შეფასებით და ნებისმიერ იურისტს რო კითხოთ და კომპეტენტური იურისტს ალბათ უმაღლეს საბჭოს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს ვეტოს უფლების გამოყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ პირდაპირ აქვს უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი. და შეგიძლიათ ამ თემაზე მოიწვიოთ ნებისმიერი იურისტები კომპეტენტური. კარგი, გავიგეთ თქვენი პოზიცია. გასაგებია, დიდი მადლობა. დიახ, თქვენი პასუხოთ მოკლედ, რომ ამის უფლება გქონდა უმაღლეს საბჭოს. ასე მკაცრად არ შევაფასებდი, თუმცა ქალბატონი მედიას განცხადება თავად ნიშნავს, რომ უფლება არ ქონდათ, იმიტომ რომ საჯარო სამართალში მოქმედებს ესეთი პრინციპი, კანონის მიერი დათქმა ქვია, რაც ნიშნავს, რომ თუ კანონი უფლებას არ აძლევს საჯარო დაწესებულებას გააკეთოს რამე, ის ამას ვერ გააკეთებს. ანუ არა ისე, რომ ნებადართულია ის, რაც აკრძალული არ არის, პირიქით, აკრძალულია ის, რაც ნებადართული არ არის. შესაბამისად, თუ არა აქვს უფლება უმაღლეს საბჭოს, სადმე კანონით თუ არა აქვს განსაზღვრული ეს, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია უნდა იყოს ეს აჭარის ან კონსტიტუციური კანონი საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, არსად ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის, რომ უმაღლეს საბჭოს აქვს უფლება გააკეთოს ასეთი რამ, ანუ შენიშვნებზე წარადგინოს მოსაზრება, დასკვნა, მითითება არ აქვს მნიშვნელობა ამას, რაც დავარქვით, ასეთი უფლება განსაზღვრული კანონმდებლობით არ არის. შესაბამისად, მას ამის უფლება არ აქვს. ანუ შეცდომა დავუშვათ, ფიქრობთ უმაღლესმა საბჭომ? კანონობა ქვია ამას, მაგრამ კი ბატონო, დავარქვათ შეცდომა. შეცდომა ესეთი რაღაცა, როცა დავუშვათ გონია რომ რაღაცას აკეთებ და არასწორად აკეთებ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად იყო ეს გაკეთებული, წინა ბიუროზეც იყო ამაზე მსჯელობა, რომ სავარაუდოდ ეს არის ხარვეზიანი, ჩვენ მაშინაც ვისაუბრეთ ამაზე, რა ფორმატშიც ქონდა შესაძლებლობა, რომ ასეთი რამ არ არსებობს, არ შეიძლება ვეტოს ქონდეს ხარვეზი. კარგი, და მთავრობა როგორ არის ამ შემთხვევაში? მთავრობა თუ დაუშვათ იმ ვადაში რა ვადაც აქვს მიცემული წარუდგენს შენიშვნებს დამატებით ან კანონპროექტს, ამით არ ვიცი, არაფერს არ დაარღვევს ალბათ, მაგრამ აქაც იგივეა, მას არ აქვს არანაირი უფლება, რომ ამ პასუხს რამე პასუხი გასცეს. მაგრამ რეალურად რომ წარმოვიდგინოთ რა სიტუაციაში ვექცევით, ვეტოთი დაბრუნდა კანონპროექტი. მას უნდა ეყაროს კენჭი შენიშვნებით და გაზიარებული იქნეს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ უყაროთ კენჭი, მოდი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, თუ ყველას შენიშვნას ვიზიარებთ, მაშინ გამოდის, რომ კანონს აღარ ვიღებთ. ან კენჭი უნდა უყაროთ ვეტოს დაძლევას, ანუ 3/5-ით გადაყრას. ანუ არ გაითვალისწინოს მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები. ისევ ძალაში მიიღოს ის კანონპროექტი, რომელიც მას უნდა. ახლა რაც ხდება, ანუ ვადა აქვს განსაზღვრული უმაღლეს საბჭოს ვეტოს დაძლევის, ამ ვადაში თუ ის ვეტოს ვერ დაძლევს, გამოდის რომ ჩავარდა და ვეტო ვერ იქნა დაძლეული. შესაბამისად, კანონპროექტზე კენჭისყრა არ მოხდება ალბათ, იმიტომ რომ ისინი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ელოდებიან ამ დადგენილების თანახმად. ანუ ვადებში ვერ მოესწრება ეს პროცედურა? საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გავაისვა და რაც ვეტოს დაძლევა სჭირდება. და ანუ შემდეგ ვეღარ განიხილავენ ამ პროექტს. თავიდან შეიძლება ინიცირება მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის პრობლემა, ამის უფლება ყველას აქვს. თავიდან შეიძლება რომ უმაღლეს საბჭომ დაიძვრინა თავი ამ მეთოდით, რომ აღარ განიხილა. თუ განხილა არ უნდა და ამ კანონის კი თუ არ სურდა ამ კანონის განხილვა, ეს არის. შეიძლება კაპიტან მედიის უკანონობა იყო ეს კაპიტან მედიის ამასთან დაკავშირებით. მე ძალიან წუხარ იმის გამო, რომ ყველა არასამთავრობო თითქმის ერთ ენაზე ლაპარაკობს. ეხლა მე მაქვს აქ შენიშვნები გამოთქმული. თქვენ არც ერთი მათგანი შენიშვნას არ იზიარებთ. არა, ნუ ეხლა არ ვიზიარებთ, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავს. ეს არ არის მე რაღაც განსაკუთრებულ მოსაზრებას ვერ ვხედავ, იცით, რომ აი მაგალითად ერთმა არასამთავრობომ თქვა, მეორემ განსხვავებულად თქვა და ამ ორ შორის თუნდაც ერთი მაინც რაღაცით იყოს ესეთი მისაღები და პრივილეგირებული. აი მე სოლიდური არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ისინი ძალიან აი ერთმანეთს გავს გაჭრილი ვაშლივით. და ცდება აი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა მოგახსენებ ეს მათი თანხმობა სოლიდარობის უსს გააკეთეს ეს ასე. ეხლა არასამთავრობო ჩვენ თავაზობს ასეთ რამეს, რომ რადგან მთავრობის თავმჯდომარისაგან შემოვიდა კანონპროექტის შესაბამისი შენიშვნებით, ჩვენ აუცილებლად ბრმად
აი ესეთი ერთი ხელაღებით უნდა წასულიყავით ან უარყოფისკენ ან გაზიარებისკენ, ხო? ჩვენ ვიმყოფებით მუშა პროცესში. ჩვენ ვართ ერთი გუნდი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ზოგადად აჭარის მთავრობა, ეს არის ორგანო, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკამ, უზენაესმა, უმაღლესმა საბჭომ გამოუცხადა ნდობა. ჩვენ ვართ სამუშაო რეჟიმში და მე ვთვლი, რომ ეს რეჟიმი არის ჯანსაღი, სრულიად ჯანსაღი რეჟიმი. კი ბატონო, მე მოგახსენებთ იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც დაკავშირებულია. კი ბატონო, თქვენ მოგცემთ სიტყვას, მოგესალმებით და გისმენთ. საუბრობთ ბატონო ჯაბა. საღამოშედების ამ მოგესალმებით სტუმრებს. დიახ. მე არ მეგულება დღეს იურისპრუდენციაში მედია ოსაძე ჩაუხედავად. ეს ერთი. და არ მეგულება საკითხის ასე არასწორად მიდგომა, რომ ამდენი დავით არაბა იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნას რაღაც. არ ხდება ასე და ხალხის რისხვას რატო იწვევთ? ხალხი გამოვიდა იმისათვის, რომ ყველაფერი დარეგულირებულიყო. დღეს რეგულირების ნაცვლად გაღიზიანება უფრო იზრდება იმისათვის, რომ ერთი იხილავს და სწორს დასადგას, მეორე ხელს უშლის. ვინ ვის უშლის ხელს იქნებ დააკონკრეტოთ? როდესაც გაგრძელდება. ვინ ვის უშლის ხელს თქვენი აზრით? იურისტები ლაპარაკობენ აცხალეს ლაპარაკის ზოგჯერ. ვის ვაცალოთ საუბარი? კარგი, არა უშავს, ეს არის მოქალაქე, რომელიც პრაქტიკულად შეწუხებულია იმ კონფრონტაციული ფონით, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში და პრაქტიკულად რომელიც აისახება აი თითოეული ჩვენთაგანის განწყობაზე. ეხლა რაც შეეხება იმ ფაქტს, მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო ის, რომ აი დაბრუნების პროცედურა კანონით არ არის გაწერილიო. აი დაბრუნების პროცედურა რეგლამენტით, რეგლამენტს მოგეხსენებათ კანონის ძალა, ის რომ კანონი არ არის რეგლამენტით გაწერილი, სწორედ ამიტომ იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი ბიუროს დადგენილებით შევიტანეთ პლენარული სხდომის დღის წესრიგში. და მე ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიშველიო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მეხუთე მეხლის მესამე პუნქტი, სადაც წერია, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, წყვეტს უმაღლესი საბჭო დადგენილებით. ანუ რადგან ეს იყო გარკვეული ნონსენსი, ჩვენ სწორედ ეს დადგენილება ამ სახით და ამ შინაარსით მივიღეთ პლენარული სხდომის დადგენილებით. კი ბატონო, იყო ნონსენსი. იცით რა არის? პრაქტიკა არ არსებობდა ასეთი. იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი იყო ძალიან ჰარმონიულად მოგეხსენებათ, შეთანხმებულად, არასოდეს არ ყოფილა ესეთი ჯანსაღი მუშა პროცესი და დღეს ის იწვევს გარკვეულ განცვიფრებასა და რაღაც გარკვეული კრიტიკის ობიექტი ხდება. არა და ჩემთვის იმიტომ რომ მე მაინც შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ, ვთვლი რომ ეს არის ძალიან საჭირო, ძალიან მისაღები პროცესი, რომელიც ჩვენ გარკვეულ ჯანსაღ შედეგებზე გაგვიყვანს. კარგი, თქვენ გაქვთ ესეთი შეგრძნება, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და ჯანსაღად მიუდგა უმაღლესი საბჭო ამის შენიშვნებს, რომელიც მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაგან მიიღო. თავიდან მოყვებით, შეიძლება ძალიან ჯანსაღია ეს პროცესი, რომ თუნდაც ერთი გუნდის წევრები ერთმანეთს რაღაცაში ეწინააღმდეგებიან. ეს არ არის, კი შეიძლება დაპირისპირება დაღიქვას ვიღაცამ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური ჭიდილი ან პოლიტიკური დაპირისპირება პირიქით. აი ეს არის სწორედ ჯანსაღი პროცესი. რომ იგივე თუნდაც ვეტოს უფლება გამოიყენოს, ეს არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკურ დაძაბულობა შეიქმნას ქვეყანაში, ეს არის იმისათვის, რომ საკანონმდებლო პროცესში რაღაცა როლი ითამაშოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამას დაბალანსების თეორია, ხელისუფლებად დანაწილების თეორია ქვია და ყველგან მიღებულია. რაც შეეხება მუშა პროცესს, კარგია მუშა პროცესი, ძალიან კარგია, მაგრამ არა კანონის მიღების შემდეგ. მუშა პროცესი უნდა იყოს კანონის მიღების დროს. მე მოვისმინე მთავრობის წარმომადგენლებისგან მოსაზრება, რომ მათ არ მიუღიათ კანონპროექტი თავის დროზე. მაშინ, როდესაც კანონპროექტი უნდა დაურიგდეს, მე ნამდვილად არ ვიცი, არ გადამიმოწმებია, თუმცა ეს მოსაზრება იყო, რომ მათ ნამდვილად არ მიუღიათ. ეს შეიძლება უმაღლეს საბჭოს აპარატის პრობლემა იყო, შეიძლება ტექნიკურად მოხდა რაღაცა, აი აქ მოხდა შეცდომა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში იყო ეს ნამდვილად ასე, რომ მთავრობას არ მიუღია მანამდე კანონპროექტი, სანამ მას კენჭს უყრიდა უმაღლესი საბჭო. აი მაშინ ყოფილიყო მუშა პროცესი, იქნებოდა გაცილებით უკეთესი. მაშინ ყოფილიყო მსჯელობა, მოესმინათ მთავრობის პოზიციები, სამინისტროების პოზიციებით, ყველა დაინტერესებული მხარის. განხილვად და არასამთავრობო სექტორის ჩართვა. მაგაზეც ვისაუბრებ აუცილებლად, არასამთავრობო სექტორის ჩართვა არ არის მხოლოდ მოწვევა რაღაც შეხვედრაზე და
მოსაზრებების გაცნობა. ჩვენ ამ მოსაზრებებს ისედაც ვეცნობით, ვესწრებით უმაღლეს საბჭოს ხდომებს. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო კარგია თუ მეტი ჩართულობა იქნება, მაგრამ ჩართულობა ნიშნავს ორმხრივ ურთიერთობას. რომ ჩვენ კითხვებსაც ვსვამთ, მოსაზრებებსაც ვაგზავნით, პასუხებსაც ვიღებთ და ერთხელ და ორჯერ კი არა, მე არ ვსაუბრობ ბატონ თავმჯდომარესთან თვეში ერთხელ შეხვედრებზე. მე ვსაუბრობ ამ კონკრეტული კანონის განხილვაზე. ეს პროექტი განვიხილეთ დეკემბერში, მაშინ იყო საუბარი, რომ მოდი ცოტა ხანი გავჩერდეთ, მით უმეტეს წინა საახალწლო პერიოდში, რაც ძალიან გავს საარჩევნო კოდექსის მიღება ზაფხულის პერიოდში, რომელიც ანალოგიური პრობლემა იყო და გაცილებით მეტი პრობლემა შექმნა ვიდრე ამ კანონ პროექტმა, მაგრამ მით უმეტეს ის კანონად იქცა. ანუ რას უნდა უმაღლეს საბჭოს, რა მიზანი ჰქონდა თქვენ? მიზანი ჩემთვის მინიმუმ თალსახაა, მიზანი იყო უსკოს წევრების გათავისუფლება, კონკრეტული პიროვნებების. და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რასაც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთხმად და ერთნაირად აღვნიშნავ, ჩვენ არ ვიცავთ ამ ადამიანებს. ჩვენ ვიცავთ კანონს. ყველა ეს ერთი აზრი როგორ შეიძლება გქონდეს ახლა გაბატონო მე ჩვენ ვთანხმდებით ერთმანეთში, ნამდვილად არ უარყოფ იმას, რომ ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და რაღაც პოზიციებს ვათანხმებთ, იმიტომ რომ ჩვენ პარტნიორი ორგანიზაციები გვქვია, ძალიან ხშირად ერთად მუშაობთ, ეს შენგეხებაც ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი იყო, ჩვენი და კიდევ სხვა ორგანიზაციების და ამიტომ გავ ჩვენ ნამდვილად ერთმანეთს ვესაუბრებით და ერთმანეთში პოზიციებს ვაჯერებთ. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაშინ უკვე ცალ-ცალ ნონსენსი იყო და ამიტომაც მოვიქეცით ასე, ამას რა შეიძლება. ნონსენსი სისულელეს ნიშნავს. უპრეცედენტო ფაქტი ნამდვილად იყო. ვეტო არასდროს დადებულა, ამ სახითაც არასდროს დადებულა, თუმცა ახალი რაღაცა რომ ხდება, ამ ახალ რაღაცას მინიმუმ პირველ რიგში შეგვიძლია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ვნახოთ, იმიტომ რომ ვეტო არ არის ქართული პროდუქტი, პირველი პროდუქტი ამერიკაში შეიქმნა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გაიზიარეს მერე. ეს შეგვეძლო გადაგვემოწმებინა და უშუალოდ როგორ ხდება ასეთ დროს ვეტოს როგორ ძლევს ამერიკა მაგალითად ძალიან ხშირად იყენებს ვეტოს პროცედურას, იმიტომ რომ ხშირად პოლიტიკური ბალანსი ამჟამად უმაღლესი საბჭო იქნება მოკლედ გითხრათ და მაყურებელი გველოდება. მე კვლავ უბრუნდები იმას, რომ უმაღლესი საბჭოს მიზანი ამ კანონ პროექტში არის კონკრეტული წევრების შეცვლა. ისიც კი ერთწინადებას დამამატებს ან მაყურებელს ჩავთვალოთ. ისიც კი რომ თავად უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობდნენ. ჩვენ ამ კანონს ახლა მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე. ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა არ იყო მიზანი. კარგი, მაყურებელია ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ბატონო ჯაბა, მივესალმებით თქვენს სტუმრებს, მივესალმებით ქალბატონ მედიასთან, მივესალმებით ახალგაზრდა წარმომადგენლებს, როგორც გავიგე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქალბატონი ირინა ურუშაძე, კამჭურალობა საქართველოს. დიახ. აი ერთი შენიშვნა მექნებოდა და უпроსორად შეკითხვა. დიახ. ეხლა პირდაპირ კრიჭაში რო უდგებიან ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რაღაცეები, იგი სად იყო 8 წლის განმავლობაში პეტრე ზამბახიძე, რასაც უნდა და იმას რო იტყო და იმას უმტკიცებდა საზოგადოებას და მაშინ არ გესმოდათ არასამთავრობო სექტორის აქტივობა. მუშაობა ხო? ეხლა საჯაროობა უფრო მეტი არის, დაცულია ყველაფერი, მაინც რაღაცას ეძებენ რა. კი ბატონო. ანეულში დამყარს ეძებდენო ისე გამოზდიათ მაგას. რა სად იყო ნახამდე? კარგი, გავიგეთ თქვენი პოზიციად, მადლობთ. დიდი მადლობა. მაგას მოგია რომ ჩვენ ახლა რაღაც ისა პარკეთს არ ვიცავთ. უნდა მოხდეს საყვედურია. საუბრის საშუალება. საყვედური კალბატონი ირინას მიმართ, ამიტომ იქნება მოკლედ პასუხი შემდეგ. არა მარტო კალბატონი ირინას. პირველ რიგში ვეთანხმები აბსოლუტურად მაყურებელს გამჭრელობის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ნამდვილად, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მე კრიჭაში არ ვედექი პეტრე ზამბახიძეს მაგალითად, ჯაბა შენ მაინც ხარ მოწმე ამისა. ჩვენ არასამთავრობო სექტორები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ძალიან კრიტიკულები ვიყავით მაშინაც და მე მგონი რაღაცა მცირე დამსახურება იმაშიც გვაქვს, რომ არჩევნების შედეგები უფრო უკეთესი მივიღეთ, ვიდრე დაუშვათ. გაგვთ თუ არა ამჯერად ვიძნება, რომ ამჯერად ანგარიშგასაწევი ძალა არ არის არასამთავრობო სექტორი უმაღლესი საბჭოს. ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით. უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა ნამდვილად არის უფრო რთული ვიდრე სხვა ორგანიზაციებთან, ამაზე ვერ ავაცილებ თავს ამის თქმას, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან არის გაცილებით უფრო თავისუფალი და უფრო მეტად გვისმენენ ვიდრე უმაღლესი საბჭოს სამწუხაროდ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ რაღაც პროცესის შემდეგ უფრო მეტი ჩართულობა იქნება. ამ შემთხვევაში რატომ არ გაიზიარა არც ერთი შენიშვნა უმაღლეს საბჭოს? ეს უმაღლეს საბჭოს უნდა გითხრათ. თქვენ რას ფიქრობთ? არა ყველა ერთი იყო და რაღაც ეჭვი აქვს კაბატონი. ჩემი აზრი ასეთია, რომ თავარი შეგნებულად თავარი მიზანი იყო წევრების გათავისუფლება და წევრების გათავისუფლების ვერანაირ ვარიანტს ჩვენ ვერ შევთავაზებდით მათ, იმიტომ რომ ვეთანხმებით პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელია, თითოეული ადამიანი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობს, უნდა დადგეს და ჩვენ დავეხმარებით მათ პასუხისმგებლობის დაყენებაში, ჩვენ რომ ადამიანებს ვერძოდით მართლა 9 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი დღეს მოქმედი პოლიტიკოსი მაშინ არ იყო პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ ასევე საკუთრივ სასამართლოს პრაქტიკა მოყვანილი აჭარის თავის თავმჯდომარის შენიშნა. კი ბატონო. პირველი
პირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ ის, რომ ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ძალიან ლიბერალურ საკადრო პოლიტიკას ვანხორციელებთ. სხვათა შორის ძალიან ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა უმაღლეს საბჭოში ჩავატარეთ ატესტაცია და აი ის ვინც გამოავლინა დაკავებული თანამდებობისადმი შესაბამისობა ყველა დარჩა თანამდებობაზე. მე პრაქტიკულად შევინარჩუნე მთლიანად ჩემი აპარატი. მხოლოდ ერთი ვაკანსია ისიც არ გამოვიდა. კი ბატონო, ეხლა რა მინდა თქვა? თქვა მინდა მე უბრალოდ ესეთი კონტრარგუმენტი ვთქვა ჩემი ახალგაზრდა კოლეგის მოსაზრებასთან დაკავშირებით. არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა უსკოს თანამშრომელთა განთავისუფლება. ერთ მათგანზე ორი სისხლის სამართლის საქმე აღწრულ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ხელვაჩაურის 93 საარჩევნო ოლქის შედეგები 2008 წელს დანაშაულებრივად არის ვიტყოდი. ახლა მე არ ვიცი კონკრეტული ბრალეულობა ვის მიმართ გამოიკვეთება, მაგრამ ფაქტი დანაშაულებრივად არის ესა შედეგები გაბათილებული. დანაშაულებრივად არის ქრისტიან დემოკრატების საარჩევნო სიიდან ბატონი ანზორ დღევანდელი დეპუტატი უმაღლეს საბჭოს ბატონი ანზორ თხილაიშვილი მოხსნილი. ასე რომ საკადრო წმენდის განხორციელება უსკოში არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას. ამიტომ აი ამ კუთხით საკითხის განხილვა და შეფასება მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. ეხლა მე მაინც მინდა თქვენი ყურადღება, მაყურებლის ყურადღება, დღეს პირდაპირი ტრანსლაცია იყო აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარული სხდომის და იქ ტერმინოლოგია დატვირთული იყო ესეთი იურიდიული გამონათქვამებით და შეიძლება ბევრი მაყურებლისთვის ბევრი რამ იყო გაუგებარი. ამიტომ მინდა მე ეს სამი შენიშვნა, რომლის დიფერენცირება ჩვენ ასე მოვახდინეთ, შენიშვნებს, აი რაში მდგომარეობდა ეს შენიშვნები. აი ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველი ესე იგი მთავრობის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობის თავმჯდომარე მათ შორის ამბობს თავის შენიშვნაში, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონით პრაქტიკულად ძლიერდება პოლიტიკური პარტიების გავლენა კონტროლის საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ანუ ესე იგი გვეუბნება, რომ თუკი ჩვენ აი კანონში წერია და პრაქტიკულად ცვლილებებში ჩვენ ჩავწერეთ ასეთი რამ, რომ პარტიების გავლენა აქ არაფრით არ იზრდება, უბრალოდ ჩართულობა იზრდება. ანუ კანდიდატურის ერთი წუთით, აი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს პარტიას, შერჩევის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ხოლო დაკომპლექტების უფლება მოსილება აქვს აჭარის უმაღლეს საბჭოს. აბა გეკითხებით, სად არის ეს გავლენები, სად იგრძნობა? სად არის ეს გავლენები? მითხარით სად არის ეს გავლენები? კი ბატონო. მე მესმის ეს პოზიცია, რომ მართალია პარტია არ ირჩევს ისე როგორც დანარჩენ 6 წევრს, მაგრამ პარტია წარადგენს. ესე იგი კი შეიძლება ეს უპარტიო ადამიანი იყოს, თუმცა პარტიასთან დაკავშირებული იყოს, რაც ზოგადად ინტერესების გამტარებელი. ინტერესების გამტარებელი პარტიასთან კავშირშია. რატომ დავასახელებ მე ადამიანს, რომელიც ჩემს ინტერესებს არ იზიარებს? გარდა იმისა, რომ ეს არ ნიშნავს. რატო გამორიცხავთ ობიექტურობას? თითქმის გამორიცხავ. რატომ? თითქმის გამორიცხავ, იმიტომ რომ პარტია არ დაასახელებს ისეთ წარმომადგენელს, რომელიც მის ინტერესებს არ იზიარებს. ნაციონალური მოძრაობა არ დაასახელებს ოცნებასთან დაკავშირებულ პირს მაგალითად. რატომ ეხლა უპარტიო, კვალიფიციური, გამოცდილი, კომპეტენტური რატომ არ დაასახელებს? შანსი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ეს გამორიცხულია, რომ პარტია ისეთი ადამიანებს ახოს მოიკერძებელია. ამის შემდეგ არჩევს ვინ? არჩევს მთავრობის თავმჯდომარე გადასცემს უმაღლეს საბჭოს. გვერდზე გადავდოთ არასამთავრობოების ნაწილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინდა-მაინც პარტიის წარდგენილს ირჩევს უმაღლესი საბჭო, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც პარტიის წარდგენილს არ აირჩევს. ანუ ეს არც დამშვები, არც გამომრიცხავი, მაგრამ რომ არ გამორიცხავს, ეს არის პრობლემა. მეორე საკითხი არასამთავრობოებზე კი იტყვის ქალბატონი მე მაგრამ აქვე დავაზუსტებ. ისეთია ნორმა შეხდება არასამთავრობო სექტორზე, რომ დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხვდება ამ კრიტერიუმში. დანარჩენები თეორიულადაც რომ მოვხვდეთ, მაგალითად ის 4 ორგანიზაცია, რომელიც პარალელურად აკვირდებოდა აჭარის და პარლამენტის არჩევნებს, 4-დან 3-მა უარი ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, არ დავასახელებთ. შესაბამისად, უმაღლესი საბჭო აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ 2 არასამთავრობო ორგანიზაცია ყავდა და 6 კანდიდატი ჭირდებოდა მინიმუმ.
აქედან გამომდინარე პარტიები დაემატა. რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა განიხილება მხოლოდ პარტიები იქნებოდა წამდგენი, რეალობა იქნებოდა ასეთი. კანონი ხომ უშვებდა ამას და რეალობაში ფაქტობრივად არასამთავრობო სექტორი იყო გამორიცხული, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი რაოდენობა არასამთავრობო. ამჯერად რას მივიღებთ? ამ კანონპროექტი ამ რედაქციიდან განხორციელდება. თუ მიიღებენ მაინც კანონს რას თქვი, მინიმუმ, მაქსიმუმ 2 ორგანიზაცია არასამთავრობო, რომელიც დაასახელებს კანდიდატებს. ჩვენ, საია და სამართლიანი არჩევნებმა უარი თქვით და არ დავასახელებთ კანდიდატებს. შესაბამისად, 2 არ არის საკმარისი და პარტიები ამიტომაც დაემატა ჩვენი აზრით და რეალურადაც ესე იქნება, რომ პარტიები დაასახელებენ და კლავაც რეალურად იმდენი კანდიდატი არ ეყოლება უმაღლეს საბჭოს ასარჩევი, პარტიებისგან უფრო ეყოლება კანდიდატები და შესაბამისად პარტიების კანდიდატები გახდებიან უმაღლეს საარჩევნო კომისიის წევრები. გასაგებია, დიდი მადლობა უკვე ამოიწურეს. ეს ერთი წუთი მე აუცილებლად უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება თქვენს კითხვაზე, რომელიც იყო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან. ეხლა აქ გამოყენებულია პრეცედენტული სამართალი, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. მე უპირველეს ყოვლისა მინდა აღნიშნო, ეხლა რა თქმა უნდა არსებობს პრეცედენტული სამართალი, თუმცა ესეც ისევე როგორც არსებობს პოლიტიკური გემოვნება, ისე არსებობს სამართლებრივი გემოვნება და ეს პრეცედენტული სამართალიც გარკვეული დროის განმავლობაში რაღაც გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ მე მაქვს კითხვა, ჩვენ გვაქვს ასეთი სხვათა შორის იმ შემთხვევაში აი სარჩელი რომელიც ეხებოდა მოსამართლესთან იყო ის დაკავშირებული ჭაჭუასთან და ჭაჭუასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად არსებობდა იმ დროს უკვე აი მაგალითი, ასეთი მაგალითი რომ 2009 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც 28 დეკემბერს მიიღო, კი არ დავასრულებ ამ წინადადებას, მიიღო კანონი, რომლითაც CSKO-ს წევრებს შეუწყდა უფლებამოსილება. აი სხვათა შორის მოვიძიე, შევეცადე რომ ამომეღო რაღაც ისეთი გარკვეული ისა რა ქვია, თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრებები და მე ვერავის აი აქტიურობა, ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობა ამ კუთხით ვერ კი ბატონო, აღარ განიხილავთ, ანუ განხილვა აღარ შედგება ამ კანონპროექტში. არა, როგორ არ შედგება? კანონი ითვალისწინებს. ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციები გავაგრძელოთ, ახალი ინიციირება გავაკეთოთ, მაგრამ ნახოთ ახლა რა ჩამოაყალიბებს, როგორ ჩამოაყალიბებს ამ შენიშვნებს, როგორ მოიყვანს შესაბამისობაში კანონპროექტი. თუ წარმოადგინა ახალი შენიშვნები და იგივე დატოვა, ამ შემთხვევაში შეძლებთ ვეტოს დაძლევას? არა, მე ახლა არ შემიძლია ამაზე წინასწარ განცხადება გავაკეთო, იმდენად რამდენადაც მოსაზრება ვარაუდივ თქვენ, იმდენად რამდენადაც არის შიგ წინააღმდეგობა, მაგალითად ბაციკაძეც, რომელიც გახლავთ ამ კანონპროექტის ავტორი თავს იკავებს დღეს ყოველ შემთხვევაში მხარდაჭერისაგან ამ კანონის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ესეც ჯანსაღი პროცესია, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა იქ არსებობს რაღაც გარკვეული კითხვითის ნიშნები, მე მაქვს ეს კითხვითის ნიშნები, ახლა ინიციატორი როცა ვარს ამბობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც ამას ჩვენი საზოგადოება იმსახურებს და ჩვენ არ გავართ სამართლებრივი ჩარჩოები. გასაგებია, დიდი მადლობა რომ იყავით დიალოგის სტუმრები, გემშვიდობებით ნახვამდის. მადლობა, თქვენც მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედია ვასაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ირინე ურუშაძე.